რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტი თავად აქვეყნებს მონაცემებს. 2025 წელს 40.4%-ით არის გაზრდილი გაზპრომის გაზის შემოტანა და მიწოდება საქართველოში და ეს არის დასტური იმის, რომ იზრდება რუსული გაზის შემოტანა და შესაბამისად რუსეთზე დამოკიდებულებაც. გაზპრომი ავრცელებს ამ მონაცემებს ოფიციალურს იმის დასტურად, რომ იზრდება კავკასიაში ვაჭრობა, რომ ჩინეთის ბაზრით ჩაანაცვლეს სცადეს ყოველ შემთხვევაში მათ ევროპული ბაზარი. საქართველოში გაზპრომის გაზის შემოტანა იზრდება რეკორდულად იმ ფონზე, როდესაც მთელი დასავლური სამყარო ცდილობს, რომ რუსული ენერგორესურსები სულ უფრო მცირე ოდენობით გამოიყენოს და 2025 წლის მონაცემებიც აჩვენებს, რომ ევროპამ 44%-ით შეამცირა გაზპრომის ბუნებრივი აირის შესყიდვა და ამ ფონზე გამოჩნდა სწორედ საქართველოს როლი და დღეს ოპოზიცია ღიად ამბობს, რომ ქართული ოცნება მაშველი რგოლი არის გაზის შესყიდვის ნაწილშიც რუსეთისთვის. ეს კი ხდება დიდი საფრთხე, რადგან რუსეთზე ენერგო დამოკიდებულება მის ხელში დამატებით პოლიტიკური იარაღია. რუსეთთან დამოკიდებულების გაზრდა არის სახიფათო ნებისმიერი მიმართულებით, ეს იქნება პროდუქტი, ეს იქნება ნავთობპროდუქტები, ენერგორესურსები თუ ასე შემდეგ. სრულიად ცივილიზებული სამყარო ევროპა მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაშორდეს რუსეთს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ენერგო რესურსებს იყენებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არ არის რუსეთთან დაშორება, პირიქით პოლიტიკა არის მასთან დაახლოება. ის რომ ენერგორესურსების მიმართულებით ჩვენ გარკვეულად დამოკიდებულება გაიზრდება, რა თქმა უნდა, ამ იარაღს გამოიყენებს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის და მისი პოლიტიკური მიზნები საქართველოსთვის კეთილდღეობას არ ემსახურება. ნახო არ არის მარტო საუბარი იმაზე, რომ ეხლა 40%-ით არის გაზრდილი გაზის მიღება რუსეთის მხრიდან. აქ არის საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ბიზნესი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს და წარმატება შეიძლება ვინმე მოიპოვოს საქართველოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რუსების ჩართულობა იყოს ამ ყველაფერში. მიზანი რუსეთის, როდესაც ივანიშვილი მოავლინა ჩვენს ქვეყანაში და ფაქტობრივად ეგრეთ წოდებული არჩევნების გზით მოიყვანა ჩვენს ქვეყანაში, თავიდანვე იყო ის, რომ მისი გავლენები გაძლიერებულიყო და ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ამას იგივე გაზთან მიმართებაში, რაც უჭირს რუსეთს ეხმარება საქართველოს ხელისუფლება. ქვეყანაში რუსული გაზის წილი იზრდება იმ ფონზე, როდესაც მცირდება აზერბაიჯანული. იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია 44%-ით რუსული გაზის იმპორტი, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ნაკლები აზერბაიჯანული გაზის შემოგვაქვს. 2025 წლის მონაცემებით რუსულ გაზში უფრო მეტი გადავიხადეთ, ვიდრე აზერბაიჯანულში და მაშინ ეკონომიკის სამინისტრო ამბობდა, რომ ეს იყო გაზპრომისგან შეძენილი ბუნებრივი აირი, რომელიც არა მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი, არამედ კომერციული სექტორისთვის. რა აქვს სათქმელი დღეს ქართულ ოცნებას? ივანიშვილის გუნდის მთავარი არგუმენტია, რომ თუ სხვა ქვეყნიდან შემოაქვთ ბუნებრივი აირი, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანთან მოწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. მე ნამდვილად ვიცი, რომ აზერბაიჯანული გაზი არის ჩვენი პრიორიტეტი და თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან გაიზარდა გაზის მოწოდება, ეს დაკავშირებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, რომ შესაძლოა აზერბაიჯანიდან არის შეფერხება ამ მოწოდებაში. სხვა ახსნა ამას არ აქვს და შესაბამისად ჩვენს ამ კუთხით პრიორიტეტებში არ შეცვლილა არაფერი. საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი უკვე დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანია, თუმცა ბოლო წლებში ძალიან მკაფიოდ ჩანს ტენდენცია რუსეთისგან ნელ-ნელა ბუნებრივი აირის შესყიდვის ზრდის და განსაკუთრებით 2025 წელს არის გაზრდილი ეს მონაცემი და უკვე 40%-ს გადააჭარბა გაზპრომისგან ზრდამ შეძენილი ბუნებრივი აირის.